ამასობაში ბელარუსია იქნება ამ ვიდეოს თემა. სანამ ყურებას დაიწყებთ, დაალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ ჩემი გვერდები YouTube-ზე, TikTok-ზე, Facebook-ზე და Telegram-ზე. აგრეთვე ხარდაჭერის სურვილებმა გააკეთეთ დონაციები, ანგარიშის ნომრები მითითებულია პროფილზე. დღეს ერთი ვიდეო ბელარუსის შესახებ უკვე დავდექ, დღეს არჩევნებია საპრეზიდენტო. ხოდა კომენტების მიხედვით მივხვდი, რომ საქართველოს მოსახლეობას წარმოდგენა არ აქვს, რა ხდება ბელარუსიაში. უბრალოდ არასწორი წარმოდგენა აქვს უმეტესობას. ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ ბელარუსია არის რაღაც დაქცეული საშინელი ქვეყანა, რაც რა თქმა უნდა არ შეესაბამება სინამდვილეს. მეორე ნაწილი ფიქრობს, რომ ბელარუსია ყვავის, ყველაფერი ოკეია, ახლა ხაჭო და სმეტანა არის ბელარუსიული კაი, ესე იგი კაი ცხოვრება. ახლა თან ვიდეო ჩავთოთ უყუროთ მისკის კადრებია, რაღაც ტურისტი დადეს და დავათვალიერო და თან რა ხდება სინამდვილეში მოვყვები რა. პირველი რაც ის არის ხოლმე ცხოვრების დონე. ზე მიდის ხოლმე უკამათი. ბელარუსიაში ცხოვრების დონე უფრო მაღალია ვიდრე საქართველოში, მაგრამ ძალიან უმნიშვნელოდ. ეკონომიკის ზრდის იმ ტემპებით, რაც ჩვენ და ბელარუსიას გვაქვს, 3 წელიწადში გადავასწრებთ. ეს არის ახლა ციფრები და ამას წყალი არ გაუვალ. ეს არის ძველი ქალაქი მინსკის ზედაქალაქს ეძახიან. რაღაც ისტორიული შენობებია, რამოდენიმე ეკლესია, კაფეები, ბარები, მაგრამ ჩვენი ძველი ქალაქის და შარდენის ბელარუსიული ვარიანტია. ეს ციფრები არის ახლა უტყუარი, არავინ ამას ეჭქვეშ არ აყენებს, თავად ლუკაშენკოც კი. ამიტომ ნუ იქნებით ლუკაშენკოზე უფრო მეტი ბელარუსი, სასაცილოა ეგ რა. ეხლა რის ხარჯზე და როგორ ფუნქციონირებს ეს ქვეყანა. 9.5 მილიონია მოსახლეობა. საბჭოთა კავშირი დაიშალა 10 იყო, ძირედით შემცირებულია, მაგრამ ესეთი მასობრივი ის რომ როგორც აი ჩვენ გვაქვს დაუშვათ სომხეთს, ბალტიისპირეთს არ არის. ანუ ბელარუსიდან ხალხი გარბის, თავკუთმუგლეჯილი ეკპონტი არ არის. მაგრამ არც და არ აქვს მოსახლეობის. ბუნებრივი რესურსებით არის ძალიან ღარიბი ქვეყანა. არ აქვს არც ნავთობი, არც გაზი და არც ოქრო და ბრილიანტი და რამე იშვიათი ლითონები. მიწების დიდი ნაწილიც გამოუსადეგარია. ზედათ ტყეები და ჭაობებია. აი პარტიზანობისთვის კაი პონტია რა ბელარუსია. ამიტომაც არიან ცნობილი ბელარუსი პარტიზანები. წყლის რესურსებით მაინდა-მაინც არ აქვს, მიუხედავად იმისა, რომ დნეპრიც გადის, იმაზე, მაგრამ იქ პატარაა დნეპრი, აი დიდი ჰესიც კი არ აქვს რა. ზედათ ელექტროსადგურებია და ეხლა რუსებმა ატომური ელექტროსადგური აუშენეს რამოდენიმე ბლოკი. დანარჩენი 85% ენერგორესურსების მოკლედ შედის რუსეთიდან რა. აქვთ ბევრი მდიდარია კალიუმის საბადოებით. და ერთ-ერთი მთავარი მწარმოებელი და ექსპორტიორია კალიუმის სასუქების რა. შესაბამისად ქიმიური მრეწველობაა განვითარებული და იმაში კაი ფულს აკეთებენ. ნავთობი არ აქვს, მაგრამ აქვს დიდი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა. ეს რუსულ ნავთობის გადამუშავებას ახდენენ, ბენზინი, დიზელი, სხვა ნავთობპროდუქტებს უშვებენ და მერე ესეც ექსპორტზე გააქვთ, აქედანაც აქვს შემოსავალი. რაღაც მრეწველობა აქვს იქ, ტრაქტორებს, რაღაც სატვირთო მანქანებს, რაღაცებს აკეთებდნენ, რაც საბჭოთა კავშირიდან შემორჩა და არ დაანგრიეს. და ნუ სოფლის მეურნეობა, რომელიც ძირითადად მეცხოველეობა რა ეს ძის ნაწარმი რა, ჩვენთან ხო არის ბელარუსული მაღაზიები და ხალხს მოწონს ეს. კაი ხარისხია იქ. სმეტანა, არაჟანი, რაღაცებს ყიდულობენ რა. ეხლა ჩდება ბუნებრივად შეკითხვა კაცო. თუ ჩვენზე ღარიბია ეს ბელარუსია, ჩვენზე უკეთ რატო ცხოვრობს? და იმაზე არის ძალიან მარტივი პასუხი. ჩვენგან განსხვავებით ბელარუსიაში არ ყოფილა ომი. აი რაც დამოუკიდებლობელი გახდა რა. არც სამოქალაქო ომი გონიათ, არც სეპარატისტული რეგიონები, არც მეზობლებთან ომი არ ქონიათ. აი ხა რუსეთ-უკრაინის დაპირისპირებაშიც კი ისე ლავირებენ, რომ პირდაპირ ჩართულები ომში არ არიან. და ეს არის ზუსტად მშვიდობის შედეგი. აი ჩვენთან ბევრს რო არ ესმის ეს და ომი გვინდა აბა რა და რაღაცებს ისულელებს რო იძახიან რა.
არ ჩვენზე ჭკვიანები არიან, არ ჩვენზე მეტი რესურსები არიან, მაგრამ ჩვენზე წინ არიან და ზუსტად იმის გამო რომ მშვიდობა აქვთ ეს 34 წელია. აი ხა ჩვენც ბოლო რამდენი 16 წელია მშვიდობა გვაქვს და ხო უკვე ვეწევით და გადავასწრებთ კიდევაც თუ მშვიდობა იქნა. აი ეს არის მნიშვნელოვანი. ეს მინსკის სანაპიროა, სვისლოჩი თუ რაღაც პატარა მდინარეა მოკლედ ამ მინსკში და რეკრეაციული ზონაა, კარგად არის სანაპირო გაკეთებული, ნავებით, კატამარანებით გასეირნება შეიძლება. მოსისუფთავე და ეს ყველგან არის, კრიმინალი და რამეც არ არის. ამ ბაჭკას მოკლედ ამ ხრივ საკითხი დაყენებული აქვს სერიოზულად. ხო, სხვათა შორის ბელარუსია რუსეთის იმპერიაში ძალიან გვიან შევიდა. თავიდან იყო ლიტვის დიდი სათავადოს შემადგენლობაში, მერე რეჩპოსპოლიტა. ხო და მერე შევიდა რუსეთის იმპერიაში რაღაც ომების და იმის შედეგად. ბევრია კათოლიკოები არიან, 15% მოსახლეობის ეხლაც კათოლიკია. განსაკუთრებით დასავლეთ ბელარუსიაში. დასავლეთ ბელარუსია ისევე როგორც დასავლეთ უკრაინა საბჭოთა კავშირმა ომის წინ შეიერთა რა და მე ომი რო დამთავრდა რა თქმა უნდა პოლონეთს აღარ დაუბრუნდა, პოლონეთს სხვა მიწები მოუზომეს და ნაწილი ამ დათრეული მიწების ბელარუსიაში აღმოჩნდა, მერე ნაწილი უკრაინაში. ხო, ეს მცირე ექსკურსი ბელარუსის ისტორიაში რა. ხო, ქალაქი ნორმალურად გამოიყურება, ყველაფერი მოწესრიგებულია, ბევრი ის არის ელექტრომანქანებია, დასატენის სადგურებია ბევრი რა. და საზოგადოებრივი ტრანსპორტიც ელექტროა, ავტობუსები, ელექტრობუსებია და იქ თავის დასატენის სადგურები და რაღაცებია. ხო, ეს არის მთავარი მართლმადიდებლური ეკლესია, ეს ადრე ის იყო. კათოლიკური იყო, მერე გადააკეთეს. აი ცენტრში რაღაც ავაჭრო ისენი და ხო, იაფობაა სხვათა შორის, ეს არის რაღაც ფასებს აკონტროლებს რა სახელმწიფო, მოკლედ პირველადი მოთხოვნილების რაღაცებს, წამლებზე და რაღაცებზე, მოკლედ სრული ფასები აქვს, სოციალურ სახელმწიფოს აწვება ლუკაშენკო. ხო, პოლიტიკური თავისუფლებები და ეს რა თქმა უნდა ჩვენთან შედარებით ნაკლებია. ეს ოპოზიციის დააკაცუკოების პრობლემა 2020 წელს ლუკაშენკომ მოაგვარა. მაშინაც არჩევნები იყო, მერე გამოსვლები იყო, რაღაც მაიდანის მცდელობები, მასობრივი ისინი იყო, ხისტად იმოქმედა. ბევრი ხალხი მართლაც ცემეს, ბევრი ოპოზიციონერები დაიჭირეს, ბევრი გაიქცა. ხო და დღესდღეობით აი ბელარუსიაში რო ჩახვიდეთ მინსკში ესე ქუჩაში მოსიარულე აკაცუკოებს რო უშტვენენ და რაღაცა წყული გნობენ, ეგეთ რამეს ვერ ნახავთ რა. ეგ პონტი ბელარუსიაში არ არის რა. ესე გამოიყურება რა, რაღაცების ანახავი დასათვალიერებელი არის. მეტროც არის. ეს არის ეროვნული ბიბლიოთეკის შენობა, ეს მინსკში მაღალი შენობაა და ზევით საგადასახედო მოედანია და მთელი მინსკის პანორამა ჩანს რა. ტურისტები ადიან ხოლმე. მაინც სწორ ადგილზეა მინსკი განლაგებული და ამიდან შეიძლება ზევიდან გადახედო მოკლედ მინსკს. რაღაც ახალი კვარტალები და ისინი ჩერდება, ცხოვრება მიდის. მაინც როგორ ჩანს მოსახლეობის უმეტესობა მაყოფილია რა. ვინც არ არის მაყოფილი მიდის. სხვათა შორის აი ომი რაც დაიწყო და რაღაც სანქციები მათ შორის ბელარუსსაც დაუწეს და რაღაც ნაწილი ბელარუსების საქართველოში გადმოვარდა, თუ არ ვწდებით 15,000 ადამიანი. მაგრამ იცი პირიქითაც, რომ საქართველოდან მიდიან ბელარუსში და ავ ისინი ძახიან კარგად ვარო და ეხა გაიგე შენ რა. როგორ და რანაირად არის. ზოგადად სიტუაცია ის არის, რაც მე მოგიყევით და ეხლა პიროვნულად ვინ როგორ სად მოეწყობა და რა აღქმები ექნება, ეგ უკვე ცალკე ამბავია. ფიქრობ რაღაც წარმოდგენა შეგიქმენით ბელარუსიაზე და მინსკზე.